საერთაშორისო ექსპერტებმა ხუნუნის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასებასთან დაკავშირებით ანგარიში უკვე წარადგინეს. კვლევის მიხედვით საპროექტო არეალში მოქცეულია 14 დასახლება. აქედან ხაიშის, გაღმა ხაიშის, დაკარისა და ტობარის განსახლება იგეგმება სრულად, ხოლო დანარჩენი დასახლებიდან მოხდება რამდენიმე ოჯახის გასახლება. თუმცა ჩასახლების სავარაუდო ტერიტორია ამ ეტაპზე ცნობილი არ არის. დატბორვის ზონაში მოქცეულია სოფელ ხაიშის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია და სასაფლაოს ტერიტორია. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ განსაკუთრებული ყურადღება უნდა გამახვილდეს რიგ საკითხებზე, მათ შორის არის პოტენციური ზემოქმედების ქვეშ მყოფი ადამიანების პრობლემების იდენტიფიცირება და აღრიცხვა. ისინი ასევე მიიჩნევენ, რომ უნდა მომზადდეს კულტურული მემკვიდრეობის ყველა ძეგლის დეტალური ჩამონათვალი. გარემოს დაცვის მინისტრის განცხადებით უცხოელი ექსპერტების რეკომენდაციამ აჩვენა, რომ საკითხის ძირეული შესწავლა სავალდებულოა. ზოგადი სახის რეკომენდაცია გახლავთ ის, რომ საჭირო აუცილებელია, რომ მოხდეს და ჩატარდეს დამატებითი კვლევები, რომელიც საშუალებას მოგცემს მივიღოთ სრული ინფორმაცია და გადაწყვეტილება მივიღოთ სწორედ ამ სრული ინფორმაციის დაკვირვების შესწავლის საფუძველზე. თუნდაც მინიმუმი 20 წელი, რომელზეც საუბრობენ ჩვენი ექსპერტები და 20 წლიანი რომც იყოს ეს პროექტი, ჩემი აზრით მაინც მნიშვნელოვანია საქართველოს ენერგეტიკის, მაგრამ კიდევ გეუბნებით, რომ ეს არის ინვესტორის თავისი საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე, მას არ ჭირდება არავისი ამ კუთხით რეკომენდაციის მისცემა, ის ყველაფერს გააკეთოს იმისთვის, რომ მაქსიმალურად დარწმუნებული იყოს, რამდენ წლიან პროექტში დებს თანხებს, ამხელა თანხებს.